მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით, მამა დავით ციცქიშვილი ყავს სტუმრად და ძალიან მიხარია, რომ მამამ თქვა, რომ საბერძნეთში ათონზე ვიყავიო, რაღაცაო და იქ ნახეო რაღაცეებიო ისა და უნდა კითხო, რო არ კითხოთ მამა, არ შემიძლია თან წეღან თქვით, რომ დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მობრძანებისათვის, იმისათვის, რომ ესეთი გადაღლიზე რაღაცა, მაინც უარი არ გითხარით და მობრძანდით, დაგლოცეთ მამა, თუ შეიძლება და რა შეიძლება, რომ რითი შეიძლება, რომ საქართველოში მყოფმა ადამიანმა იამაყოს თუ შეიძლება. მე მგონი ბევრით როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და მათ შორის იგულისხმება მართლმადიდებლური ქვეყნებიც და ისეთი დიდი მიწა ღვთისმშობლის სილხვედრი როგორიც არის ათონი პირადად მე მაგ შეგრძნება რომ იქ უფრო მეტად აფასებ საქართველოს რომ ჩამოდიხარ, გრძნობ, რომ აქ სხვა ენერგეტიკა. ყველა სასულიერო პირის ადამიანს თავისი სუბიექტური შეგრძნებები აქვს. მე პირადად ათონზე მქონდა ეგეთი შეგრძნება, რომ მაინც ნომერი პირველი მიწა ღვთისმშობლის სილხვედრი არის საქართველო. ისედაც ესეა ხა. პირველი მიწა ღვთისმშობელს რო წილისყრით ერგო იყო საქართველო. აი ეს განცდა მქონდა იცი რომ ჩვენ მაინც ვერ ვაფასებთ აი მისტიურ დატვირთვას რომელიც ჩვენ მიწაზეა. იმ მადლს რომელიც აკტრიალებს. სხვათა შორის მადლის შეგრძნებამ შეჩვევა იცის მე მახსოვს ერთ-ერთ მონასტერში ვიყავი ადრე ცხინვალის ზემოთ მაშინ ჩვენი იყო ეს მონასტერის ტერიტორია და რომ შევედი მონასტერში დიდი მადლი ვიგრძენი და ვეკითხები მონასტრის წინამძღვარს როგორი მადლია მეთქი და მე ვერ გრძნობ ასე რომ ზოგჯერ უფალი უშვებს რომ მადლიანია ის ადგილი მაგრამ მე ჩვევი და ვეღარ შეიგრძნობ ეს ითავის ხო ითავისებ ეს ჩვენთვის ხშირად ჩაუცდომელია ეს სულიერი ნიუანსები მაგრამ ეს ესეა და საქართველოს ესეა მართალი გითხრათ ასე რომ აი შეგრძნება მქონდა ნუ იქ საზღვარგარეთ იკვეთება ჩვენი ერის მადლმოსილება და კიდე რაც გრძნობ იცი არ ვიცი ხა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ ქართველი უნდა ცხოვრობდეს მაინც საქართველოში. შეიძლება გარკვეული პერიოდი წახვიდე იქ, მაგრამ ასე მგონია რომ მაინც რაც არ უნდა კარიერა გაიგეთო, საქმეს ეწიო, მაინც ქართველისთვის არ შემდგარი ცხოვრებაა. ღმერთი სადაც გაგაჩენს იმ ხობში უნდა მოიხარშო. ის არის ასე ვთქვათ შენი სამოღვაწეო ასპარეზი და ერთ აღმოჩენას ერთსაც ვიტყვი რომ ერთსაც ვიტყვი რომ გაგანდობთ ჩემსას აი თვითონებში როზი ხარ და იქიდან ფანჯრიდან რო იყურები რა გამოჩდება სინათლის ჯგროა რა ანუ რომელიღაც ქალაქს გადაუფრენ და ადრე რატომღაც მომივიდა ესეთი აზრი თავში რომ ეს სამყარო მიკრო სამყაროებისგან შედგება. კერძოდ რა იგულისხმება რომ აი მაგალითად ავიღოთ გორი ხო? იმ გორში არის ვიღაცა ქურდი, ვიღაცა მკერავი, ვიღაცა ხელოსანი არა, ვიღაცა ჟუმბერი ქვია, თამარი ეს. ეხლა სადღაც პოლონეთში რა იციან? გორის აი ამ სამყაროს შესახებ რა. აი იმ ქვაბის შესახებ, სადაც აი ესენი იხარშებიან და ჩვენ რა ვიცით იქ თქვათ პოლონეთის რომელიღაც ქალაქში რა სუბიექტები არიან არა და ისე თუმცა ესე გამინათდა გონება და მივხვდი რომ აი ესე მიკროსამყაროებისგან შედგება კი თითქოს კავშირშია ყველაფერი მაგრამ ამავე დროს არიან განცალკევებული ეს ადამიანები ხო და სადაც ღმერთმა გაგაჩინა ალბათ იქ უნდა იყო რა ნუ შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ პირადად მე ესე ვთვლი რომ გაჭირვება საუთხარი მამოთორე ყველას უნდა დარწმუნებული ვარ და თუ შეიძლება აი ბოლოს რაღაცნაირად ყველა რაღაცას ინანებს
აი რასინ არის ადამიანი მე თქვენ ადრეს დაგისვით ეს კითხვა მაგრამ აი ამ ხრივ რაღაცები ხო იქნება სანანებელი უშენოთ რო სიტყვაზე ის ხე გაიზარდა შეიძლება რომელიც დღეს დაგხვდება გაზრდილი ან რაღაცა შეიძლება ვერც ნახო და უბრალოდ შორი დანახო ასე შემდეგ თუ შეიძლება რასინანებს ადამიანი აი რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება რომ შემდგომ სანანებელი არ გაგვიხდეს აი სამშობლო სიყვარულის მხრივაც თუნდაც არ რაღაცა საერთოდ ახლა ცოტა კაცრად ვიტყვი მე შეიძლება ვწდები მაგრამ გონია რომ ამ ქვეყნიდან ვიც მიდის ბევრს არ ექნება ის შეგრძნება რომ მისი ცხოვრება შედგა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინა ეს ამნიშნავანი ეხლა უშეცდომა არავინ არ არის და ის პერიოდებიც უნდა გქონდეს როცა შენ საქმეს არ აკეთებ იმისთვის რომ დააფასო ის ეტაპები როდესაც იმ საქმეს ემსახურები რომელიც შენია ეხლა მე რაზე საუბრობ ბევრი ნიუანსი ერთ-ერთ წამოვწევ წინ ადრე პატრიარქს ჰქონდა ესეთი ჩვეულება რომ როდესაც ეპისტოლეს წერდა ხოლმე იქ იწევდა ხოლმე ადამიანებს და ეკითხებოდა რომ მათი აზრით აი ქვეყანაში რა პრობლემები იყო და მე ითვალისწინებდა გარკვეული სფეროდან გარკვეული სფეროდან იქ მეცნიერები იქნებოდნენ იქ ხელოვნების წარმომადგენლები უბრალოდ სხვა სფეროს მუშაკები ხო ნუ ეხა და თამდაბლობა მამა რომ ამათ რო ეკითხები ხო პატრიარქს საერთოდ მე თვლი რას რომ განვითარების ერთ-ერთი დიდი საფუძველი არის რომ ჭკუა და ეკითხო სხვას ეს არის სამწუხარო და ეს სფერო ჩვენთან ფაქტიურად მოშლილია ანუ რა მინდა ვთქვა რომ აი ვთქვათ საწარმოს ხელმძღვანელიან რომელიც ინსტიტუტის სასწავლოა რა პირადად მე რო ვიყო არა სულ შევკრებდი და მუდმივად შევაკითხებოდი თქვა სტუდენტი იქნება მუშაკი იქნება აბა რა პრობლემას ხედავ აბა როგორ შეიძლება განვითარდეთ სხვათა შორის აი ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ვადობეთის მონასტერში იყო და კითხა რომ აი ყველაზე მეტად რას გამოყოფდი მეთქი ამ მონასტრის ცხოვრებიდან და ორი რაღაც დამისახელა ერთი ის რომ თითქმის ყოველ კვირა არის შეკრება სადაც ყველა პრობლემა განიხილება აი ვთქვათ აბაზანაში უკანია გაფუჩებული სიცხე განიხილება ეს არის განვითარების საფუძველი ისიც კი განიხარება წარმოიდგინეთ თქვენ და მეორეო როდესაც ძმებს შორის არის დაპირისპირებაო სულიერების გამოვლენა თითლებაო რომ პირველი მივიდესო და შემდობა თხოვოთოს თუნდაც მართალი იყოს და ჩვენთან ახლა რა ვითარება ახლა მე ვიწყოდი რომ დიდი საცდურია ხელმძღვანელობა იმიტომ რომ მე თავში უვარდებათ ხოლმე არავის აღარაფერს აღარ გითხებიან გონიათ რომ მართლები არიან ყველაფერში ესე ვიტყოდი და აი პატარა კაცუნების ხელმძღვანელობის დრო მოვიდა ეხლა გულახდილად რომ ვიტყვი თქვა ეს ეკლესიის წიაღშიაც შეიმჩნევა ხანდახან წინამძღვრებთან ტაძრის პირდაპირ უნდა ითქვას ანუ ის რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმას უგნერობას უხდით და რომ მუდმივად უნდა ეკითხებოდე როდესაც რაღაცას ხელმძღვანელობ სხვა როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეს არის განვითარების წყარო თქმა უნდა და ეს სიმართლე ხშირად არ აწყობთ ახლა ხო იცით სიმართლის თქვენ კაცს ცხენი შეკაზმული უნდა კონდეს პირიქით ეთყვის სიმართლეს და ახლა რა სიტუაცია საქართველოს ასე ვთქვათ მასშტაბით რომ იქ შევიწროებას დაიწყებენ იქ შეიძლება სამსახურიდან განთავისუფლონ იმიტომ რომ ახლა აქ ფსიქოლოგიური მექანიზმებიც ირთვება იმიტომ რომ ახლა ხელმძღვანელს სულაც არ აწყობს რეფორმატორი არ აწყობს გამკრიტიკებელი იმიტომ რომ მაშინ უნდა შეცვალოს გარემო მეტი უნდა მოინდომოს იმის კომპენსაცია არ აქვს იმიტომ რომ ის დანიშნულია წარმოიდგინეთ თქვენ
ვიღაცის მეხოთბია, მედროვეა. ხო და აი გარი მამა. ხო და აი მე პირადად ძალიან ხიბლავს აი რა პრინციპი იცი? თუნდაც აი ათონზე მონასტრებთან არის რომ იკრიბება მონასტერი, თქვა 100 კაცი, 150 კაცი და ირჩევს წინამძღვარს, ხო? ეხა ზემოთ რა იციან აი მონასტერში, თქვა ყველაზე ღირსეული ვინ არის? გაცილებით უფრო ლოგიკური რა არის, რომ თქვა აი საძმო შეიკრიბოს და იმან გამოარჩიოს, არა? ისინი უფრო კარგად არ განსაზღვრავენ, აი თქვა შესაბამისი წინამძღვრების ვინ არის. აი წარმოიდგინე რომ აი ამ პრინციპით იყოს აგებული თქვა დაკომპლექტება კადრების და ხელმძღვანელების, არა? აი ეს არის ღვთაებრივი პრინციპი, მე ესე ვიტყოდი რა. ჩვენთან მე ჯერ არ მახსოვს, მამო, 30 წელზე მეტი ეკლესიაში ვარ, რომ რევლისთვის ეკითხოთ, რომ თქვენ ვინ გინდათ წინამძღვრად. ადრე როგორ ირჩევდნენ? ადრე წესი რა იყო, მრევლი ირჩევ, მრევლი გამოარჩევდა, წარმოიდგინე. აი ძალიან ცუდია. მე ვინ მინდა წინამძღვრად ეგ რო ინიშნება, მხოლოდ მაშინ არის მამაო ძალიან დიდი. და ესე არის როგორც ერში, ისე ბერში წარმოიდგინე კაცობრიობა რა, არასწორი მიმართულებით წავიდა. როგორი არასწორი მიმართულებით წარმოიდგინეთ. ხო და ასე რომ ეს ხა რითი დავიწყეთ და რა მიმართულებით წავედით მანამ. ერულზე ვლაპარაკობ, ის მეული ყველა ერიც არის და მთლიანად ანუ ვინ აირჩიოს ხელმძღვანელად ან მართლად რაღაც არავის არ ეკითხებიან სამწუხაროდ ეგ არის. პრობლემა ეგ არის, კანდიდატი არ არის ის რა ქვია, შეთანხმებული ხალხთან და საწარმოსთან. აი რო აიღო საწარმო, აი წარმოიდგინე, საწარმო აიღო, თქვა და საწარმოში არის 250 კაცი. თვითონ კოლექტივმა უფრო კარგად არის ის ვინ შეესაბამება ამას, იმიტომ რომ მომდევნად ურთიერთობა აქვს არა. კი ბატონო, 1000%-იანი. ხშირად აი ეს სიჩუმე კაცობრიობის არის მაგვირებს ხოლმე რა, წარმოიდგინე რა, როგორი არასწორი მიმართულებით მიდის. ეხა მე ვინც მიღიმის, მამო, იმას რომ მოვიყვან. ეგ აუცილებლად დაღუპავს იმ სიტუაციას. აბა რა და ეხა პირადად ეხა რითაც დავიწყებ, არა მაინც დავამთავრე პატრიარქის ჩვევასთან. ძალიან დიდი ბოდიში ერთხელ მახს უნდა თქვა, ეს აი დირექტორად მინდანიშნეს იცით, ვინც იქამდე დირექტორი რო იყო, იმის უკან ქოლგავისაც ეჭირა. წარმოიდგინეთ, აი იმას ნიშნავენ რა დირექტორად. არ შეიძლება ის დაღუპავს მე, იმიტომ რომ ის პროფესიონალიზმით კი არ მოდის. ქოლგის ჭერით მოდის და პათხალი მობით, ჩვენს უკარო რაღაცას იმაშვება და ეს თვითონ სიტუაციას დაღუპავს, მამო, და საქართველოში ეს ამან იჩინა თავი და მამო, რატო უნდა გაწყობდეს ისეთი ადამიანი, ვინც არის ფარისეველი, მლიქვლელი და ისეთი ადამიანი, რომ შენს იქით კიდე სხვა რომ მოვა, სხვასაც იგივენაირად მოექცევა. რა პრობლემა აი ხა თუნდაც აი მაპატიეთ ერთ სიტყვას ვიტყვი და საერთოდ აი ხა დღეს რო აი ამ ბოლო ხანებში დაჭერები და ის რო არის, ხო, ეს პრობლემები რო არის ამდენი, ხო? აი ამ ადამიანის წინ აი ხალიჩად გაგებული მინახავს ის ადამიანი, ვინ დღეს განიკითხავენ, თუნდაც ან ღარიბაშვილს, ან იმ ხალხს, ხო? ხალიჩად ეგ ვერ ასწრებდნენ ვიზე გადაედგა. ფეხი იმას ცდილობდნენ, რომ ვინ ჩაფენოდა და დღეს ეს ადამიანი რაღაც მაღალ ფარდოვნად ამ ადამიანს განიკითხავენ და მინიმუმ ხო უნდა გერიდებოდეს, მამაო, როცა გუშინ რა ვიცი, ძლივს თვალსაწერიდან არ სილდებოდი და დღესო განიკითხა. აი მაპატიეთ, უბრალოდ ისე ვამბობ, რაღაცნაირად აი გული დამწყდა კიდევაც იმაზე, რომ აი ესეთი ხალხი სად შევიკრიბეთ ერთად. გიორგი, ეხლა ჩვენ პირადად როგორ გითხრათ, მე უკვე საკმარისად ბევრი წელი გავატარე ამ ცოდულ დედამიწაზე და ოდეში ამ სიტყვის და ბევრი პოლიტიკური ხაჯობა მინახავს. იმიტომ რომ ბევრი ხელისუფლება იყო, რომელმაც გაიარა ჩვენ თვალწინ. და მგონია არაფერი არ გამაკვირვებს, მაგრამ მაკვირვებს. ძალიან. ესე იგი ეს ამოუწურავია და ქართულ ხაჯობასაც არ აქვს საზღვარი, პირდაპირ უნდა იყოს. იმიტომ რომ ყველაფერში ნიჭიერები ვართ. ძალიან ინოვატორი. ყველაფერში ნიჭიერები ვართ. აი ზოგჯერ აი მართლა აი დღეს ავითარებაც არის 2 წლის წინ მე ვერ წარმოვიდგენდი. ნამდვილად რა. ხო, ასე რომ ეს არის ამოუწურავი რა, მთელი ცხოვრება მიხვდეთ იმისა, რომ კარგად თითქოს იცნობ ამ სამყაროს, მაინც ისეთი რაღაცები გამოხდება ხოლმე პოლიტიკურ სფეროში. აი თვალები გიფართოვდება. ასე რომ ამოუწურავია რა ჩვენი ასე ვთქვათ, გაცნობა ადამიანური ბუნების შეზღუდის, თვალსაზრისით, საკრობის, მედროვეობის და ასე შემდეგ.
ამო თუ შეიძლება რომ აი ისი უბრალოდ ისე იმათ თქვი ახლა ეს პატარა გადახვევა იყო უბრალოდ მაგალითი მართლა ეკლესიურათაც რო შეხედო ესეთია ადამიანი რომ დღეს შეიძლება ტაშკი იკრავდეს და ხვალ გაგიმეტოს და ასე რომ შენ კი არ გიკრავდა იმ შენ თანამდებობას უკრავდა და ეს თანამდებობა მუდმივი არც არ არის იცოდეთ აი ყველა მიცოდეს აბსოლუტურად რაღაცნაირად აი ჩაკუჩი რო გიჭირავთ ხელში და ყველა ლურსმნად გეჩვენებათ ხოლმე ეგ დრო იცვლება მერე და მერე სხვას უჭირავს ის ჩაკუჩი და მერე შენ იქნები ლურსმანი ასე რომ ყოველთვის ეს ბუმერანგული პრინციპი აქვს და აუცილებლად შემოგებრუნდება და თუ შეიძლება მამა აი ამ საკითხთან დაკავშირებით აი თქვენ რომ ამბობთ რომ ეპისტოლოს რო წერდა აი მისი სიმდაბლე პატრიარქთან მიმართებაში ხო ეს დავამთავრებ ხო და უბრალოდ ეს უბრალოდ პატარა ის იყო და მაპატიეთ ამ გადახვევისთვის ყველა ეხა იცი რა არის ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ესე ტრაფარეტულად ვერ წახვალ და როცა საუბარი მიდის პირადად მეც უფრაც არ მიყვარს ტრაფარეტული ზოგჯერ შეიძლება ის ადგილზეულ თქვა რომ სულაც არ არის ეს ტრადიციული იმიტომ რომ ეს არის რაც გემოს გატანინებს ასე თქვა სიტუაციისთვის ხო და ხო აი რაზე დავიწყე რომ ორსე შეხვედრას დავესწარი და პირადად მე იქ რა საკითხები წარმოვა ჭერი წინ რომ პირველი ის იყო რომ ადამიანი საკუთარ თავს ღალატობს კერძოდ აი როცა პროფესიას ირჩევს შეიძლება არქეოლოგია აინტერესებს იქ ზოოვეტერინარი და გახდა და მიდის იურისტი ხდება იქ თქვა ბიზნესის მიმართულებით ცდილობს რომ დაეუფლოს ასე ვთქვათ ცოდნას რატო იმიტომ რომ ფული იშოვოს იმიტომ რომ პრესტიჟულია და ასე შემდეგ და ეხლა სამწუხაროდ მიმართულებას როგორ სიჩეს ეგეთი ადამიანი ეხლა წარმოიდგინეთ ცხოვრების ბოლოს აი რომ ეკითხებია ვთქვათ ახალგაზრდები აი ზოგჯერ აი რა პროფესია აურჩიო რა საქმეს მოვკიდო ხელი პირადად მე ვეუბნები რომ ძალიან მარტივია ღვთისნების გაგება. აი შენ რაც გაინტერესებს, რის სიკეთებაც გსიამოვნებს, გეხალისება. ჩათვალო რომ ის არის ღვთისნება რომ იმ საქმეს მოგიდო ხელი. ხო და ეხა თუ პრიორიტეტი მატერიალურია, თუ პრიორიტეტი პრესტიჟია, კარიერა. ხო და ეხა აი ეგეთი ადამიანი რო გავაცხოვრების ბოლოში, ხო როგორ ვფიქრობ რა. შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს ცხოვრება შედგა, ეს მისინებიც არ იმართა რა. ხო და აი მე ვირადად უთხარი მაშინ პატრიარქს ადამიანი ღალატობს საკუთარ თავს და ღალატობს ღვთის განგებას. თქვენც და ერთ-ერთი შეკრება იყო, როცა თქვენც გიბარებდათ როგორ და ხო მეც დავესარე და უბრალოდ მე სამოვჭერი და მეორე შეკრებაზე ხა რაზეც წავიდა საუბარი ის იყო რომ კადრები წყვეტა ყველაფერს. ქვეყნის აღშენებლობის საფუძველი რა არის რომ ადამიანი იყოს თავის ადგილას. და აქ მეც გეტყვი ძალიან მძიმე ვითარება, იმიტომ რომ აი კონსტანტინე გამსახურდია რომ ამბობდა რომ თუ ვიღაც გამოერო ჩვენშიო ისე დავკორტნითო როგორც ყვავებიო წერას ხო და ანუ რა მინდა ვთქვა რომ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი რომ აი ვინც არის ხელმძღვანელი იმას სულ არ აწყობს რეფორმატორი არ აწყობს ცოდნე არ აწყობს მოაზროვნე იმიტომ რომ ის ვიღაცამ დანიშნა და ეგეთ რა შეასაქმე და შენ ხარ კონკურენტი მისთვის შენ რომ იქ შენ წინადადებებს აყენებ მისთვის არის თავის ტკივილი იმიტომ რომ არც კომპეტენცია არ აქვს არც ცოდნა არ აქვს ამიტომაც ურჩევნია რომ გაგიშვას იმისთვის ჭაობია მასაზრდოებელი ხო და აი რამდენად გასაგებად ჩამოაყალიბე არ ვიცი და მე ვფიქრობ რომ საქართველოს დიდი ხანია ეს ვითარება ძალიან დიდი ხანი ანუ ფაქტიურად ხდება უკვე იმ ადამიანების შევიწროება რომლებსაც რაღაცის შექმნა შეუძლიათ მე ესე მეჩვენება კიდევ მეორე შეიძლება ვწდები შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ძლება რაღაცნაირად ჩამომიყალიბა ეს აზრი აი გენიალური გამონათქვა მართალია კომუნისტები ამბობდნენ კადრები წყვეტენ ყველაფერს კადრი უნდა მოინახოს ძალიან ასე თქვა მნიშვნელოვნად შესაბამისად და ასე შემდეგ მამო იმდენად მძიმე ვითარება არის თვითონ საერთოდ
გეოპოლიტიკურიც და მსოფლიოშიც და იმაში აი ეს დემონი ისეთი მოდებულია ამაო ჩვენ კიდე რაღაცნაირად გვიჭირავს ეხლა თქვენ რომ ამბობთ ღვთისმშობლის ის რომ აი წარმოგიდგენთ ათონზე იყავით და ის შეამჩნიეთ რომ საქართველოში უფრო მეტად ისა რო ქვია წმენაში უფრო სხვანაირად არიან იმიტომ რაღაცნაირად აი მამო სხვანაირი ადამიანი იბადება აქ აი ვინც არ უნდა იყოს აი ყველაზე შეიძლება რაღაცნაირად გაბოროტებული იყოს ადამიანი რაღაცა საბოლოოდ იმას მაინც არის ამს აქ დაბადებული ადამიანი რასაც შეიძლება ბევრგან იკადრონ მამო აი რაღაცნაირად აი მაინც აი ჯერ არ ვიცი შეიძლება ძალიან მიამიტივარ და რაღაცა მაგრამ აი ხო ხდებით მამო რაღაცნაირად არის რაღაცა ღვთისძალა არის რომელიც რაც არ უნდა დემონიზირებული იყო მაინც გაჩერებს რა არა ეგ ჩვენ სხვა გენეტიკური კოდი გვაქვს პირდაპირ უნდა ეს შეიძლება აი ესე გამოვთქვა რომ ნიჭიერები ვართ მართლმადიდებლობის თვალსაზრისით აი ნიჭიერები ვართ რა აი ეს რაღაც თანდაყოლილი თვისებები გვაქვს რომელიც ქრისტიანს უნდა გააჩნდეს და ერთ-ერთი აი მე რაც არ მომწონს აი თანამედროვე მსოფლიოში მათ შორის საეკლესიო გარემოში რა არის აი არ შემიძლია არ აღვნიშნო მეჩვენება რომ აი ღვთის მსახურების კუთხით შეიძლება ადამიანი მიდიოდეს წესების დაცვით მაგრამ აი ადამიანი დაკარგოს იცი აი მიმსროლი ადამიანი თქვათ დაკარგოს ადამიანურობის თვისება თანაგრძნობის ან შაბათი გაღიმების ემპათია არის ეგეთი ტერმინი ფსიქოლოგიაში ანუ თანაგრძნობის ანუ შეიძლება აი ისე სკრუპულოზულად აღასრულოს ეს ღვთისმსახურებითი წესები მაგრამ ადამიანთან ურთიერთობაში იყოს ცივი ზემოდან იყურებოდეს ქედმაღლობა ასე ვთქვათ იგრძნობოდეს აი რაც ფარისევლებს მოუვიდათ ფარისევლობა არა მარტო ქრისტეს პერიოდის მოვლენა კი არ არის ფარისევლობა აქაც საკმარისად შეიმჩნევა მე ესე ვიტყოდი ესეც ერთ-ერთი საცდურია მე ესე ვიტყოდი საეკლესიო მსახურების რომ კიდევ მეორე შეიძლება წესიერად პატიოსნად აღასრულებდნენ აი ამ ღვთისმსახურების წესებს მაგრამ შემოვიდეს აი ეს ქედმაღლური მომენტი რა ადამიანის იგნორირების არა და მოწყალე სამარიტას ხდელმა რო ჩაუარა მოწყალე ხო აი ამას ხედავ მართალი გითხრა და სხვათა შორის იქაც დავიჭირე ხა რო ვიყავი ათონზე რაღაცა მომეჩვენა რომ რაღაცა გარკვეული სიცივე იგრძნობა გარეგნული წესები ხო გარკვეული სიცივე იგრძნობა და იქ სხვათა შორის უფრო აი ქართული ხასიათი იქ უფრო მეტად დავაფასე ის რაც ვილაპარაკე რომ მარტო ის არ არის იცი რა მადლიტრიალებს აი ჩვენი რაღაცა უფრო გულგახსნილობა უფრო მეგობრული დამოკიდებულა უბრალოდ სალამის კულტურა იცი რომ უბრალოდ გაუღიმებ გათვალისწინება ერთმანეთს ხო ერთმანეთის გათვალისწინება აქ რაღაცა კიდევ მეორე რაღაცა მივხვდეთ იმისა რომ წლებია და უამრავი ნაკლი ამოვტივტივდა ჩვენი სისუსტე ამ დრომ წარმოაჩინა და საკმარისად ხშირად გამიკრიტიკებია ხა ქართველები ამ თვალსაზრისით მაგრამ იმის მიღმა არის ძალიან დიდი სამყარო რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ უფალს რომ ჩვენ საქართველოში გავჩდით დიახ მართალს ვწამეთ მამო და სადაშორის მამო აი მრევლთან და იმე თქვენ ხა რასაც საუბრობთ ზუსტად აი მეც მაქვს დაფიქსირებული რაღაც მომენტები ხა თქვენაირად ესე სულიერი სიღრმით ვერა მაგრამ აი გარეგანად როგორ ის არის ხოლმე იცით რომ ადამიანები მამო აი მაგალითად სადღაც არის შედის ვიღაცა მორწმუნე ადამიანი რაღაცა და არ ეკცევიან სათანადოდ არ ითვალისწინებენ რომ ის მოსულია ის შენთვის რომ მეათე არის ის პირველად მოდის ნებისმიერ მონასტერში და იმაში ხანახან როგორ მინახია ერთხელ დედაო ეჩხური რაღაცა ცუდად ექცეოდა აი მიუხედავად ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა ხო იცით შენი მკვდარი შენი დასამარხია ისე უხეშად ექცეოდა და გამოვიდა მე და მე ბათუმიდან ჩამოვედი იმისათვის ეს რომ მომელოცავ და იმ ქალისთვის ვაფშე არავინ არის ესეთი რაღაცა ნერვოზები თუ გააქვთ, ფსიქოზი თუ გააქვთ, დემონი თუ ყავთ შემძვრალი და ესეთი თავი შეიკავეთ, აუცილებელი კი არ არის, მესანთლე იყო და ესა სტიქაროსანი წადი და დაისვენე, ვიცია, ხო? და ესეთი რაღაცა და ეს აუცილებლად შესამჩნევი არის ამ ბოლო ხანებში, მამო, თვითონ პრობლემური ადამიანები ბევრი მომრავდნენ, მამო.
ძალიან ბევრი. ხო, მე გთხოვე რომ გეხვეწები რა მე დავალაგებ რაღაცა და ხდება ხოლმე ის მომენტი რომ შეიძლება დაუშვა და ამ დროს შეიძლება ვიღაცა მრევლს ეუხეშოს მამაო და უხეშად მოექცეს. აი ეს გასათვალისწინებელია მამაო აუცილებლად, იმიტომ რომ ეფექტს ახდენს მამაო პირველად შესულ ადამიანზე ის ვინც ხდება შესასვლელში. აი თუნდაც მთხოვნელი რო ხდება მამაო შეიძლება ისე ცუდად მოგექცეს რომ მთელი ხასიათი გაგიფრთხილდეს შემოვლისა რა იმ ტაძარში თუ შეიძლება მამაო ამას აი როგორ რამდენად უნდა მივაქციოთ აი მაპატიეთ ჭყალებში სერვირებას დავარქვე ამას აი რამდენად უნდა მივაქციოთ თუ კარგად გადავწეთ ადამიანს იმიტომ რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში მოდის ადამიანი აქ ვიღა დანეროზებული დედავან მამაო ხდება ან ვიღაცა და შეიძლება სისხლი გაუთეთრო ეხლა აი პირდაპირ უნდა ითქვას რომ ოც ყველას არ გულისხმობ მაგრამ რა თქმა უნდა ყველას არა აიშვიეთ გამონაკლ ყოველ მე-12 სიტყვაზე უკვე საკმარისი იქნება როგორც იუდას გეთახმები გიორგი ეხლა პირადად მე ესე მივიჩნევ რომ ჩვენ ქვია ადამიანი ხო მე ესე ვიტყოდი რომ ყველაზე მთავარი თვისება ჩვენი არის რა რომ ადამიანურები ვიყოთ რისი დეფიციტით უფრო და უფრო შეიმჩნევა უფრო და უფრო შეიმჩნევა წარმოედგინეთ შენ. ასე რომ ეხლა ისიც მithქვამს რომ აი ეს მე კაბამაცვია ხო სამოდელო ხო? ეს არაფერი არ არის. მე თუ ადამიანი არ ვარ რა. და რამდენი ეხლა არ უნდა მოექცეს სხვას ისე როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცენ რა. ბავშვებს აი როდესაც მაგ ხოლმე შეხვედრა ხშირად მეუბნები ამას რომ შენ რო იქ მაგალითად ფიზიკურად ძალადობ შენ რო იქ აგინებ ბულინგის გამოვლენებებია. აბა წარმოიდგინე რომ შენო ესე მოგექცენა რა. და გაგიხარდება გესიამონება. გასაგებია ხა შეიძლება ბოლომდე ამანაირი მოქმედოს, მაგრამ მე ვფიქრობ ერთ-ერთი ქმედითი ეს არის. თან დაიბადება ვიღაცა ვინც მოგექცენა. ხო და ეხა არც ცოტა მინახავს. მე ეკლესიიდან წასული, იმიტომ რომ სასულიერო პირები, თქვათ იქ ეკლესიაში მომსახურეები არის უხეშად ექცევიან ადამიანებს. ერთი შემთხვევა აი მახსოვს არ შემიძლია რომ არ ვთქვა რა ერთი ძალიან ჭერი მხატვარი იყო და მოდის ჩემთან მეუბნება რომ ტაძარში მივედიო და აი ძალიან ძიმე განცდებში ვიყავიო რომ ვტიროდიო სევდა ნაღველი კაიშანი ისე მიტევდაო და მივედიო სასულიერო პირთან. მივედი სასულიერო პირთან თუ შეიძლება რომ ძალიან ცუდად ვარ ახსარება ვთქვაო და შევხედავ მეუბნებაო. ეხლა ესე რომ მე მოდიხარო ჩემო თანო. არიციო რომ განსაგული დღეები მაქვსო და ეხლა როცა მოგინდებაო ახსარებას ვერ ჩავიბარო და ვერ დაგილაპარაკებიო. მე შემხედავ რა არის შარული რო გაცვიო. რას მელაპარაკებიო. წადი გამოიცვალე და მე მოდიო. ეს გოგო წლების განმავლობაში ეკლესიაში აღარ შესულა და წავიდა სხვაგან. აი ესე კარგად მახსოვს ეს შემთხვევა. ხა წარმოგიდგენია შენ რომ გასაგებია სასულიერო პირი, მაგრამ იმდენი შეგნება არ უნდა გქონდეს კაცო რომ წესებით არ დაიწყო იქ აზროვნება. და რაღაც ცენზი მაინც დაიწყო. ცენზი და დაინახრო ადამიანი ტირის, ადამიანი მოთხოვს, ადამიანი სულიერად ფსიქოლოგიურად გაუბედობრო მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, იმყოფება და ესე მკაცრად არ მოეყო. ნუ კარგი უშვებ, უთხარი რომ მესმის შენი ბოდიში იცი რა ეხა ამცალია და მოდი შემდეგში მოდი როცა დრო მექნება რა, ესე თკბილად დაელაპარაკე. შეიძლება არ დაელაპარაკო, შეიძლება ახსარება არ ჩაიბარო, გაიგერაშია საქმე, მაგრამ ეგეთი საკმარისად ბევრი მაგალითები ვიცი და პირადად მე მიმაჩნია ერთ-ერთი ახილევსის ქუსლი ჩვენი სასულიერო პირების არის ის რომ ზოგჯერ ტაქტი ღალატობს. ამაზე ზოგჯერ ამახულებ ხოლმე ყურადღებას და აი ამის ფონზე აი არ შემიძლია არ თქვა რა ეს ჩემი პირადი განცდა. ერთ-ერთი დიდი სიწმინდი ათონის არის იოერის ღვთისმშობლის ხატი. აი რა განცდები მქონდა იცი გიორგი? ამის გამო არ არის ჩვენ. აი განცდა როგორი იყო, იცი რომ მიდიხარ და მიახლები. ესეთი განცდები მე არც ერთ ხატთან არ მქონია. აი ღვთისმშობელი როგორ გიყურობს, იცი? აი რაც კეთილსახვანი, აი ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია მელაპარაკო, შეგიძლია ილოცო, შეგიძლია მეტანიები გააკეთო.
აი როგორც დედა მოალერსე აი ესე გიყურებს და შემწყნარებელია შენი გაჭირვები, შენი განცდები, შენი სურვილების აი ეს განცდა მქონდა წარმოიდგინე ესე ღვთისმშობლის არსი მე არსად არ ჩამიგრძნია როგორც ამ ხატთან შევიგრძნე წარმოიდგინე შენ ის რომ არის მოალერსე დედა და როგორი კონტრასტია ხშირად ადამიანებთან მიმართებით აი იქ თუნდაც ის განცდა წამოვიდა იცი რა ხათ მოგრძოლობა რო იყო აგედე ზოგიერთი იმის წარმომადგენელი ხა მიმდინარეობის რელიგიური რო ხატებს უარყოფს და რაღაცა კერპათან უნდა გაიხადო აი რამხელა სისმინდე და საუნჯია ხატი ზოგჯერ როგორ გეხმარება და რამხელა სიბოროტე ამის უარყოფ რა აბარა ეს მომესაც ვერ გწნობ თუნდაც ეს ივერის ღვთისმშობლის ხატის ისტორია წარმოედგინე რა არის რომ შეაცურა ქრიუმა ზღვაში და საუკუნეზე მეტი არ ჩანდა ეს და შუბი უგმირა მებრძოლმა და სისხლი გარდა მოვიდა ხო ესე როგორი გონება შეზღუდულობა როდეს ამ მართლებით მიდიხარ და აი ხატს უარყოფ ხო ისე როგორც ახლა ჩვენ რამხელ ის იქნებოდა დისკომფორტი და არ გქონდეს ბაბუის სურათი, არ გქონდეს შენი ახლობლის სურათი, არა, ვიზუალურად არ აღიქმებოდეს ისინი არა. ესე არის, როგორ შეიძლება ახლა წმინდა გიორგი იყოს, ღვთისმშობელი იყოს და ვიზუალურად არ იყოს, რომელიც მის აღქმაში აღეხმარება, ეს რა ნიშნავს, რომ კერპად ხვდი, იმას არაფერს არ ნიშნავს, არა, ეს მეხმარება მასთან ურთიერთობაში, არა, მეხმარება ის აღიქვა და აი ამ ადამიანურ მომენტს, აი ამ თუნდაც ფსიქოლოგიურ საფუძველს რომ ვიღაცა უარყოფს, არა? როგორი გონება შეზღუდულობის გამოვლინება და მით უმეტეს რა ვთქვი რა, აი ეს ხატი არის ისეთი, როდესაც სხვა განზომილება მოდის ღმერთთან ურთიერთობის, ღვთისმშობლის. აი სხვანაირად შეიგრძნობ ღვთისმშობლის სიდიადეს, მე ესე ვიტყოდი და როგორ შეიძლება ამაზე უარი თქვა. აბა. ამდენს არის მე უბრალოდ მამა ეს ტრაგედია. ეს პირადი ადამიანური ტრაგედია, რომელიც ამას ვერ შეწყვეტ და ღმერთმა ქნას, რომ აი მართლა ამ ადამიანებმა ყველა გაიგონ თუ რამხელად მადლი არის ამ იმაში, იმიტომ რომ თუ ამას ვერ გაითავისებ, მამა, ესე იგი შენ დავი შენ ცხონებისაგან და ღმერთისაგან ხარ სადღაც ძალიან შორს რა. თუ შეიძლება მამა, აი როგორ უნდა იმას ვქნათ, აი ამ ყველაფერს ყურადღება, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ისეთ ცოტა რთულ თემებზე გამამახვილეთ ყურადღება, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და მაინც რაღაცაირად ყველა ეს ადამიანები ყველა შევადგენთ მაინც საქართველოს. ასეა ცუდ სიტყვის ისტორიას ჩვენზე, ისტორია კარგ სიტყვის, ხო? ჩვენ ვართ რა ერთი ეპოქის მიწა, ერთი წყალი მოგწყავს და ერთი მას ვეზიარებით რა. ერთი ეპოქის რაღაცა ისა რა ქვია. ყოფასა და თუ შეიძლება მამა, აი აქ რა შეიძლება, რომ ისეთი გამოვიტანოთ, რომ რაღაცნაირად ღმერთმა არ დაგტოვოს, იმიტომ რომ დღეს რაღაცნაირად ისე ვართ, რომ ღმერთი კი არასდროს არ დაგტოვოს, მაგრამ რაღაცნაირად ისე ვართ, რომ თითქოს ჩვენთვის აი ხა თქვენ რასაც ამბობთ, ხო? ზუსტად ის არის, რომ სხვისი ჭირი ჩვენ გათავისებული არ გვაქვს. თავარია მე ხო კარგად ვარ. აი ხა მე მაგალითად დავნიშნე ვიღაცა, ხო, სიტყვაზე, ჩემ ხელქვეითად, ხო? მე ხო კარგად მძინავს და ეხა ის ეხა იმ ხალხს რას უშვება, ეს არ შემაინტერესებს. თავარია ჩემამდე ხო არ მოდის ვიღაცის ხმა, ხო? აი ამ შემთხვევაში აი ეს პრობლემა არის, უმამო, ხალხი ვერ იმასაკნა, რა ქვია, ვერ დალაგდა რაღაცნაირად ერთმანეთში. მე არ უნდა გვეკვირდეს, მამო, ამდენი სიძულვილი რომ მოდის, ბოროტი სარგებლობს, მამო. ისეთი ღვთიური ადამიანები გააბოროტა, მამო, და იმასაკნა, რომ აი არ ვიცი, სრულიად წაშალა და ისე მწყის, მამო, როგორ მოერია თქო, მაგრამ გარემოც მოქმედეს, მამო, ძალიან გაბოროტებენ, ცდილობენ. ხო, ეს ძალიან რთული პრობლემაა. ანუ ადამიანის არა გაადამიანურება, არამედ პირიქით საწინააღმდეგო მიმართულებით გამოიმუნება პატრია. რა თქმა უნდა, დარვინს არ ვეთანხმები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეშმაკს ღმერთის მაიმუნს უწოდებენ საერთოდ. იმიტომ რომ ამაიმუნებს ბევრ ამას და მათ შორის ადამიანსაც. ხო და ეგ ამაიმუნების პროცესი მიდის, მე ესე ვიტყოდი. ხო და აქ დიდი ის არის სამუშაოები ჩასატარებელი, გასაანალიზებული, მით უმეტეს მომავალი თაობა, როგორ შეიძლება რომ
უფრო მოსიყვარულე გავხადოთ. უფრო სხვისი ჭირის გამზიარებელი. ეხლა საუბრობ, მაგრამ მე თვითონაც ძნელად წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს. აუ ზართული ვითარება ამხრივ. ძალიან რთული, ამიტომაც არის ეხლა რომ ეხლა რამდენჯერ აღვინიშნავს რომ უნდა ყველაზე მოაზროვნე ხალხი შეიკრიბოს. როგორც პატრიარქი კრიბა. შეიკრიბოს, ფსიქოლოგი იქნება, მოძღვარი იქნება, სხვა დარგის სპეციალისტი არა და რეალისტური პროგრამა შემოშარდეს, საერთო რეალისტური. თქვენ ამბობთ ხოლმე, ერის ფსიქოლოგიური პორტრეტია შექმნა. ხო, აი გამოიკვეთოს რა ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი მოზარდის და არა მხოლოდ გამოიკვეთეს, არამედ რა შეიძლება გავაკეთოთ. ოღონდ კიდევ მეორე არა რაღაცა კრებალური მხიარული ხდება, არა, ეს რეალისტური ანალიზი მე ესე ვიტყოდი, ურთულესი დრო მოვიდა. ეხლა მობილურმა არ არის კომპიუტერმა ძალიან გააზედაპირულა ადამიანის აზროვნება. ძალიან სხვანაირი გახადა კაცი. ეხლა ხელოვნური ინტელექტი შემოდის საერთოდ ის რას უზამს ადამიანს არ ვიცი. პირდაპირ აი მზამზარეულ რეკომენდაციებს იძლევა. და ეს კიდე გასაანალიზებელია რა დიდი საფრთხეები იმალება იქ, იმიტომ რომ როგორც ეხლა ერთ-ერთმა მითხრა იმის დამიხედით რა სიტუაცია ეს ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა რეკომენდაციებს გაცემს მიმართულებებს ხო და იქ აწყობს თუ არა ვიღაცის თქვათ წარმოჩენა ან იქ შეიძლება დამალოს რაღაცეები, იმიტომ რომ შეიძლება გითხო რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტზე და სულ სხვა რაკურსით წარმოგიდგინოს, იმიტომ რომ პრეზიდენტია და მე პირიქით სულ სხვა. ანუ რაღაცა კუთხით მედრეობის მომენტები შეიმჩნევა. 100-ია თუ ისეა, ყოველ შემთხვევაში გასაანალიზებელია ეს ყველაფერი. მართალია. ეს მაგის ალბათ ნომერი პირველი იარაღი დღეს კაცობრიობის წინააღმდეგ არის ეს ტექნიკური პროგრესი, რაც არ უნდა აი რაღაცა თუცნაურად ჟღერდეს, იმიტომ რომ ამ კიდევ მეორე მობილურმა წარმოედგინე 7-8 საათი რო ბავშვს უჭირავს ხელში რა, ხო, ათაყვანებს არა ეს ყველაფერი. არა, იქ მერე რა აზროვნებაზეა ლაპარაკი, რა სხვისთან გზნობაზეა ლაპარაკი, არავისთვის დრო არ რჩება. გადაღლილი გონება ეხა რატომღაც სხვისთვის რო შეწუხდეს. ძალებსაც ვერ აღიდგენს. ასე რომ გაგულგრილების ერთ-ერთი საფუძველი ესეც არის, მე ესე ვიტყოდი. იქ რა ურთიერთობაზეა ლაპარაკი, არის ჩაკეტილი თავის სამყაროში არა. ეს ბავშვები მოზარდები ზიან, გვერდი და ერთმანეთს მესიჯებს წერენ, ის მაგრითო ელაპარაკო. გვერდზე ზის და მესიჯს წერს წარმოედგინეში. ეხლა რამდენი გამოვლინება ამ ყველაფრის, ხო და კიდევ მეორე ეხლა ეს ჩვენ კი არ უნდა საუბრობდეთ ამაზე, ამაზე უნდა მიდიოდა სერიოზული კვლევა. როგორ შეიძლება ეს მავნეზე გავლენა კიდევ უნდა ითქოს ეშმაკისეული, ეშმაკი კუდერკებით კი არ მოდის. ეს მოდი ძალიან ცხოვრებისეული. ხო. და თან მამაო რა არის ისიც, აი ჩვენთან ყველაზე ის რთული რა არის, რომ მამაო აი ის რომ რაღაცა ვიღაცა ის სადღაც გასაჭირამდე მივიდა, აი რაღაც პრობლემა რო შექმნა, ან შეექმნა, ნებისმიერ დამნაშავე გახდა, არ გახდა დამნაშავე. არ არის მკითხველი, რომ რატო დააშავა. ეგრევე სასჯელი ედება და შედალოცილო რომ მოდის, ანუ იქ მდგომარეობა ხო უნდა გაითვალისწინო. ხა კაცი რომ პურს აიღებს, იმიტომ რომ შიოდა თავის ხუთში. იმას კი არ ეკითხებიან, ეგრევე შეიძლება 10 წელი მისცე და არ არის სწორი ადამიანის უნდა მოკითხვა, აი ნებისმიერი. არა, აი მე მეწინააღმდეგება და ეს უნდა დავიჭირო, ესე არ არის მარტო რა მიიყვანა ამ წინააღმდეგობამდე, ესე გონება რამ დაუხრჩო, ესეც ხო უნდა გაიგო. აი მაგალითად დაუხრჩო გონება და ნუ ცუდად იქცევა და შენი საზით არის. ეს ადამიანი პირიქით კი უნდა გააბოროტო, უნდა აუხსნო, შენ შვილო სიბნელეში ხარ და აი აგერ არის ნათელი და ამხსნელი არ არის არავინ და ერთ-ერთი რასაკეთებ მეც აი გავაღე დავიჭირი ან რაღაცა ან არ ვკითხე და გავაძე არ არის სწორი მამა ესე არ შეიქმნება ის იდეალური ადამიანი რაც ღვთისმშობელმა ჩაიფიქრა საქართველოში თუ შეიძლება აი ეს როგორ უნდა იმას ვქნათ აი ეს თანადგომა თანაგზრომა და ახსნა ელემენტარული მამა ხო აი მაგაზე საუბრობ გიორგი რომ ზაპასუხი მე არა მაქვს იმდენად თურლი დრო მოვიდა კიდევ მეორე ამ ჭირდება სერიოზული
დაფიქრება, ჯგუფები შექმნა, პროგრამის აი რა შეიძლება გაკეთდე, რომ თანამედროვე მოზარდი ახლა ქვეყნის როგორ თქვა, ყველაზე გამორჩეული ნაწილი არის ახალგაზრდობა, ხო? როგორ შეიძლება რომ უფრო ქრისტიანები გავხადოთ? აბარა. ეხლა არ არის დასამალი რომ დრო მოვიდა ისე უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოდის არა ეკლესიაში. და ერთ-ერთი პრობლემა რა არის იქ დადიან, ბავშვობიდან ახსენებს ეზიარებიან, სტიხაროსნები არიან, მოდის ეს სიხმოწელის პერიოდი და ტოვებენ საერთოდ ეკლესიას, მიდიან რა, წლები აღარ ჩნდებიან. არ არის ეს გასანალიზებელი არა? როგორ შეიძლება რომ ახალგაზრდა შევაკავოთ არა? მარტო ჩვენთან არ არის იქაც ეკითხე იქ საბერძნეთშიც არის ეგ პრობლემა და სხვაგანაც არის, მაგრამ არ შეიძლება რომ კიდევ აი ჩვენი ერთ-ერთი დიდი აქილევსის ქუსლი ესეც არის, გაიგე რომ ის რაც არის პრობლემები იმაზე არ ვჯერობთ რა. მათ შორის ეკლესიის სიახში. აი რეალისტურად ვერ ვიაზრებთ რა შეიძლება გაკეთდეს. არც სვამენ ამ საკითხს, არც წარმოუწევენ შესაბამისად პრობლემას, გაიგე რა შეასაქმე. და მარტო იფარგლებიან მეხუთე, მეექვსე ხარისხოვანი საკითხებით. ჩანჩიკები. ერთ-ერთ შეკრებას დავესწარი სხვათა შორის ადრე. სასულიერო პირების. იქაც იყო ესეთ მოთხოვნა, რომ აი სასულიერო პირებს რაც შეეხება, რომ აი თვითონ რას მიიჩნევენ ეკლესიის სიახში რა პრობლემებია. ყველა შეიძლება თავის აზრი გამოეთქვა. და თავის აზრი გამოეთქვა, ყველა შეეძლო და ეხა დგებოდნენ ეს მდლები და ლაპარაკობდნენ. ეხა გულახდილად რო გითხრა, იქაც შემომჩნია, რომ ზოგიერთი აი უბრალოდ იმით დგებოდა, რომ არა, ზოგადად გულანთებული ზოგიერთი დგებოდა, რომ უბრალოდ ესაუბრა და არსებიც არ გამოყოფდა. მე ერთ-ერთი მღვდელი ადგა და რას ამბობს, იცი რომ ეხლა ლაპარაკობთ პრობლემებზე და მთავარი პრობლემა არ ვამახვილებთ ყურადღებას. აი რატო ცოტავდება უმრევლია წარმოედგინეში. რატომ მიდის ხალხი ეკლესიიდან? სხვათა შორის მეც ხარიაობი. უთხარი რომ ეს ნომერი პირველი პრობლემაა მეთქი. ჩვენ უნდა გავანალიზოთ, რითი შეიძლება ხალხის შეკავება ეკლესიურ სფეროში, სამყაროში. მე მითხრეს რომ ახლა შეიძლება ფიქრობ, რომ აბა იფიქრეო და ვითხარიო, ხო, აი რა შეიძლება იყოს მიზეზები ამის განმაპირობებელი. სხვათა შორის მოვინდომე, მე თვითონაც ვიფიქრე. სასულიერო პირებსაც დაველაპარაკე, მრევლსაც დაველაპარაკე. და რაღაცა კუთხით ჩამოყალიბდი, მაგრამ სამწუხაროდ მე ჩემთვის აღარ დაუძახიათ. აღარ დაუძახიათ. ხოდა ესეთი იმედგაცრუება არც თუ იშვიათად გქონია ეკლესიის სიახში, მართალი გითხრა. გავიდა იმის მერე. გავიდა იმის მერე რამდენი ხანი. ისე საინტერესო რაღაცა მოვისმინე რა. ერთ-ერთი მაინც უნდა ვთქვა რა. ცოტა თამამად მიწევს ხოლმე გამოსვლას შენთან ერთ-ერთში, მაგრამ ესეა ჩემი სატარებელი ჯვარი და ერთ-ერთი რა იყო, იცი? მეუბნები ამას მრევლს და მეკითხები და შენი აზრით რა მეთქი? მადლიანი მსახურებები არის იშვიათი. მეუბნება. შეიძლება ხა ძნელად გასაგები იყოს, რასაც მე ვამბობ, მაგრამ აი როდესაც მსახურებაში ხარ, იქ სუეძებ მადლს. აი წირაო, საღამოს ლოცვა, ზოგჯერ როგორი შეგრძნება, იცი გიორგი, რომ აი აკეთებ ამას ყველაფერს, მაგრამ უფალი ამ მადლით არ გაჯილდოებს რა. ყველაფერს ზუსტად თითქოს ასრულებ და იქ რას ხვდები, იცი რომ აი რამდენად დიდი პასუხისმგებლობა სასულიერო პირობა და რამდენად სულიერ ფორმაში უნდა იყო, რომ უფალმა შენ მსახურებას მადლი მოანიჭოს. და თუ ეს მადლი არ არის, შეიძლება ჩაატარო წირვა, შეიძლება ჩაატარო საღამოს ლოცვა, მაგრამ ხალხმა დიდი ვერაფერი ვერ იგრძნოს.
ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა რა, ეს იქ იმდენ რთული ნიუანსები, ეხლა მე გეუბნები არა თეორიული წიაღსვლებით, არამედ ჩემი გამოცდილებინა. თუ მე სულიერ ფორმაში არა ვარ, ეს მოქმედებს ღვთისმსახურებაზე, ეს მოქმედებს იმაზეც, რამდენად აღიქვამს აი ამ საეკლესიო ღვთისმსახურების ასე ვთქვათ სიდიადეს იქ დამსწრები. იმის მიღმა კიდე ბევრი მიზეზები იყო, რომელიც გამოყავა, მაგრამ რაც გითხარი, ხა იმის შემდეგ ჩემთვის არ დაუძახით. არა და ეკლესია არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ მოიზიდო ხალხი, როგორ მოიზიდო ახალგაზრდები. მარტო ის ხო არ არის მაგალითად, რომ მსახურება ჩაატარო, არა? ხონდა გითხო ახალგაზრდებს, რა კითხვები აქვს, რა არ მოსწონს ეკლესიის წიაღში, რითი შეიძლება მათი აზრით ეკლესიური გარემო უფრო მიმზიდველი გახდეს. რა ეს ძნელად მოსაფიქრებელია, რითაც დავიწყეთ. ადაკი კითხე. ვინც არის შენ გარშემო, რითი შეიძლება ეს განვითარდეს, რითი შეიძლება საწარმო განვითარდეს, რა პრობლემას ხედავს საწარმოს მუშაკი იქ, რა პრობლემას ხედავს სტუდენტის სასწავლო პროცესში. რითაც დავიწყეთ, ეს არის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი. და აქ როგორ ჩამორჩებით, როგორც ერული, ისე ბერული თვალსაზრისით. ეს პრინციპში დაწერილიც არის, ეს პერიოდი არის მეორეთ მოსვლა, ეშმაკი იბძვის იმათ ხა მამა აი ერთი რაღაცაში თუ შეიძლება რომ აი რომ კითხოთ, რომ აი თვითონ ეს ადამიანები ხა თვითონაც რაღაცა ნიშნის მოგებით, აი რომ კითხო, იცი რა სიზამენ პრობლემებს და რაღაცა იმით დაგიწყებენ, აი პლუს არაფერს არ გეტყვიან, მიხვდით, იმიტომ რომ უმადურია ადამიანი რა. აი რომ კითხავ და თავს დაინდაბლებ, მე საერთოდ უფრო უარესები ხდებიან. იცი რა ჩემო კარგო, გასაგებია რომ ეხა იქ ხორბალ სარაევლევაც ელევა, გასაგებია რომ იქ ეგეთი მომენტები, როცა კრიტიკაა, ზოგიერთი შურის გამო გაკრიტიკებს, ზოგიერთი გონება შეზღუდულობის გამო გაკრიტიკებს, მაგრამ ამის გამო კრიტიკაზე ვარს ხო არ იტყვი. ზოგიერთთან არის არა მართალი კრიტიკა, არის ობიექტური არა, არის ის კი არა რომ მე მაგალითად ბოროტის სიხარულის გამო განგიკითხავ შენ, არამედ არის ის რომ გუნი მტკივა, გაიგე და ზოგიერთთან არის იგივე ხა განათლების სისტემა რო ავიღო ჩვენ არა ამ ქვაბში იხარშებიან ეს მასშტაბლებლები ადაკი და შეკრიბე რა ეს მასშტაბლებელი რომელიც 10 წლების განმავლობაში ამ სფეროშია და უკვე მოხარშული იცნობს რა პრობლემებია რა ცოდნეს ადაკი მიეძი მე რა რომ მასშტაბლებელია და იქ სასწავლო ნაწილი არ არის და იქ რაღაცა უფრო მაღალი რანგის სპეციალისტი არ აგდებენ არა ადაკი გამოყავე ეს ხალხი არა შეკრიბე რა მართალი ვცანდე ეს ხო არ არის რაღაც თეორიული წიაღსვლა, ეს არის აი რასაც როგორც 2x2 4 არა, აი ესე ნათლად უკვე ცხოვრება გამოგიკვეთავს არა. მართალი. რატო არ უნდა გამოიყო ეს რეზერვი? ებატა. მე მამა გული აზემწყდება, იცი ხა ეკლესია ძალიან ბევრ დიდ საქმეს აკეთებს სიტყვაზე ციხეებში, აი შეგნებულ ხალხთან არ უჭირს ეკლესიას მამა ურთიერთობა რა, იმიტომ რომ იმ შეგნებულმა ადამიანმა იცის რომ სიტყვაზე მე რომ შემეშალოს ეს ბოროტისგან არის და უფრო ადვილი არის მამა უცხოეთში ყოფ ქართველებს მართლა კარგ საქმეს უკეთესი ამდენი მღვდელი რო არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს თუნდაც პატრიარქი თავის არსებობით მაგრამ ნახეთ მამა აი სასულიერო პირები მე მაგალითად აი ყურადღებას მე რომ მღვდელი იყო რას მივაქცევ მე ჯერს რეგიონში არ მინახავს მამაო მღვდელი რომელიც არის რომელსაც არ უჭირს და აი ამას მივაქცევ აი მატერიალურად აბა რა წარმოიდგინე მატერიალს ამას მივაქცევდი სოფლის სამღვდელობაზე როგორ უჭირს მაგრამ ეს არის გასათვალისწინებელი. აი გული მოგიკვდება რა, გული მოგიკვდება, პირდაპირ უნდა ითქვას რა. ეხლა რომ ლაპარაკობენ GPN მამაოებზე და იმაზე, რა თქმა უნდა ეს ეხლა როგორ დავმალო რომ ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი ესეც არის ეხლა რა, ეკლესიის წიაღია და რაგონი არ ვეთანხმები ხალხს რომ 100,000-იანი მანქანა ღვთასანო აყავდეს და იგივე ეპისკოპოსი. ძალიან კარგად ვეთანხმები ეხლა როგორ ადვოკატად დაუდგები მე ადამიანს თუ თვლი რომ არასწორია, კიდე სასულიერო პირი იყოს, მაგრამ იქ სოფლის სამღვდელოებას რა ესე უჭირს? არ უნდა გამოიკვეთოს? კი, ეგ უნდა გამოიკვეთოს. ხო, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს. ძალიანაც კარგად უნდა გამოიკვეთოს. ხო, არა, ეგ უნდა ითქვას, მამა, სოფლის მამა მარტო არა. ძალიან ბევრ სასულიერო პირს უჭირს და სოფლისას ყველაზე მეტად მამაო და გეხვეწებით აი რეგიონში ვინც ხარ ძალიან ბევრი უსმეთ აი გთხოვთ მღვდელს ეცით პატივი რა ეს არ აქვს მნიშვნელობა არც თანამდებობს არც იმას აი
გეხვეწებით, გაითვალისწინეთ, აი რაღაცა ლუკმასო შეჭამთ, პატარა მასაც მიუტანით, იმიტომ რომ მართლა ის რეგიონში ვიცი რომ ძალიან მაგრა უჭით, მე თვითონ მაქვს ჩემი თვალით ანახი მამა, რა მართლა ძალიან ბევრი ის და ეს ადამიანები იჭერენ საერთოდ საქართველოს რო იცოდე და კიდე ამათი ლოცვით არის რომ ღვთისმშობელი და ღმერთი რო ესე გვიფარავს რა. მამა ძალიან დიდი მადლობა. და უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და ავი თქვენი ძალიან ცხარეით, რა ვიცი მე არ ვიცი ადავარქვა ამას ესეთი ის მანო რა მადლობა ძალიან დიდი მამო ამ საუბრისათვის და გეხვეწებით და რეგიონში განსაკუთრებით რა მე ვფიქრობ რომ მეუფეები აუცილებლად იზრუნებთ ამაზე რაღაცნაირად ხო მაგრამ თვითონ ლებსაც რაღაცა პრობლემები აქვთ ხოლმე და აუცილებლად დაუდექით იქ სოფელი ის იმიტომ რომ გაჭირვება მამაო და მათაც ვერ გამტყუნებ მაგრამ რაღაცნაირად ვქნათ ისე რაღაცნაირად ჩვენი ის ვატაროთ ჩვენი ჯვარი და ჩვენი სასულიერო პირები ბედნიერებას გისურვებთ დიდი მადლობა პატიმრებს თუ დალოცავთ და всё უკვე აი თემოდა ის არ ძალიან ბევრი დროს გადავაჭრე ერთმა დალოცოს პატიმრები მე ციხე გარკვეული კუთხით მონასტერიც არის ხა მე ვიცი რომ ხა იქ ციხეში რომ იფიქრებს ადამიანი ღმერთზე და ილოცებს ერში ვერ ილოცებს და ისეც ვიცი რომ აი პატიმრის ლოცოს მაგალითად სხვა ძალა აქვს ასე რომ მესმის რომ ციხეა მაგრამ მაინც ზოგჯერ ეს ციხე პირდაპირ უნდა წყალობა ადამიანისთვის იმიტომ რომ აქ რო იყოს ის ვერ გადარჩებოდა დიდი მადლობა პატიმრ მამა უღრმესი მადლობა და კიდე ის ციხერისგან გვიფარავს იმ პერიოდში ღმერთმა იცის მარტო და კარგად ზანდებოდეთ როით ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს იკეთეს და მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით ციცქიშვილი ყო აი ესეთი რაღაცნაირად გულახდილ ესეთი არის მამაოსო ესეთი არის კარგად ზანდებოდეთ როები და ორ შაბათს დაგიბრუნდებით 6-ის ნახევრისათვის აუცილებლად ხვალაც და ზეგაც იქნება ძალიან საინტერესო გადაცემები მაგრამ ორ შაბათს აუცილებლად დაგიბრუნდებით 6-ის ნახევრისათვის დროებით